ძალიან დიდი მადლობა რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. პირველ რიგში რომ დავიწყოთ სააკაშვილის განცხადების ახსნით, ეს ნიშნავს თუ არა რომ მიხეილ სააკაშვილმა სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს ოპოზიციიდან შესთავაზა რომ მოდით სალომე ზურაბიშვილი დავასახელოთ ჩვენს სამომავლო პრეზიდენტობის კანდიდატად თუ იქნება ოპოზიციის გამარჯვება არჩევნებში. ანუ ასე სწორად გავიგეთ თუ არა სააკაშვილის სტატუსი. მოგესალმებით დიანა, დიდი მადლობა ჩართვის შესაძლებლობისთვის. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მორიგჯერზე ამ ინიციატივით და ამ შემოთავაზებით გვაჩვენა, რომ ის ყოველთვის ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესს აყენებს ყველაზე მაღლა, რომ მისთვის არ არსებობს პოლიტიკური სიმპათიები, როგორც განსაზღვრელი მდგენელი მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის მომავალს და ქვეყნის ბედს. ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ ეს მოწოდება კონსოლიდაციისკენ, ერთობისკენ, რომლის მნიშვნელოვანი სიმბოლოც ჩემი აზრით იქნებოდა საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან, არის ძალიან მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი და იმედი მაქვს, რომ ამ ინიციატივას სხვა ოპოზიციური პარტიები გაიზიარებენ და იმედი მაქვს, რომ ეს დისკუსია გაიხსნება. ბუნებრივია ამ დისკუსიის გახსნის შემდეგ მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ, რომ ვისაუბროთ კონკრეტულ ადამიანებზე და შევჯერდეთ საერთო კონკრეტულ კანდიდატზე. მე ვფიქრობ, რომ ახლა ნაადრევია კონკრეტული კანდიდატის დასახელება, ამის სურვილი რომ ქონოდა პრეზიდენტ სააკაშვილს ამას ბუნებრივია. ხო, მაგრამ აი თითქმის დაასახელა, თინა, თითქმის დაასახელა. მე დაახლოებით თუ ხვდები ვინ იკვეთება ასეთ კანდიდატად. აი რატომ არ დაასახელა მაშინ? აი რას შეიძლება ელოდოს აქედან დასახელებამდე? დიანა, გეთანხმებით და მეც ამოვიკითხე გარკვეული მინიშნება პრეზიდენტი სააკაშვილის ამ გზავნილში, ამ პოსტში. თუმცა მე ვფიქრობ, რომ მან ძალიან კორექტულად თავი შეიკავა კონკრეტიკისგან, იმიტომ რომ ამისთვის მნიშვნელოვანია საერთო ოპოზიციური კონსულტაცია და საერთო ოპოზიციური შეთანხმება. ეს არის მთელი არსი და მთელი სულისკვეთება იმ განცხადების და ინიციატივის, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა. მან არ უნდა გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი ურთიერთდაპირისპირება და ფრაგმენტაცია ოპოზიციურ ფრონტზე, პირიქით, ეს უნდა იყოს საერთო გადაწყვეტილება, კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილება და ამიტომ ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან კორექტული იყო პრეზიდენტის მხრიდან, რომელმაც გეთანხმებით გარკვეული მინიშნება გააკეთა, თუმცა საბოლოოდ პერსონალიზებული არჩევანი არ გაასაჯაროვა, მანამ სანამ ეს კონსულტაციები არ შედგება. თქვენ დიდხანს თქვენი გუნდი დიდხანს და საკმაოდ უხეშად აკრიტიკებდა ხოლმე სალომე ზურაბიშვილს. ახლა უბრალოდ ესტაფეტა ქართულმა ოცნებამ გადაიბარა და ახლა ყველა სხვა დანარჩენი დაიჩრდილა. ფიქრობთ, რომ შესაძლოა ასე დადგეს საკითხი, რომ მათ შორის ნაციონალურმა მოძრაობამ თქვას, რომ ჩვენ გამარჯვების შემთხვევაში მხარს დაუჭერთ სალომე ზურაბიშვილს? შესაძლებელია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განიხილოს ყველა საერთო ოპოზიციური კანდიდატის საპრეზიდენტო შემოთავაზება, საპრეზიდენტო კანდიდატი. რატომ? იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ოქტომბრის არჩევნებზე წყდება ქვეყნის ბედი და შესაბამისად ერთიანობა, კონსოლიდაცია, საერთო ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის ცვლილებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დღეს საქართველოს ამომრჩეველს სურს ცვლილება, დღეს საქართველოს ამომრჩეველს სურს კოალიციური ხელისუფლება, სურს პროევროპელი ლიდერები, რომელიც ჩვენს ქვეყანას ამოიყვანენ სიღარიბიდან, შექმნიან მაღალანაზღაურებად ღირსეულ სამუშაო ადგილებს და გააწევრიანებენ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში დაჩქარებული წესით. ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ჩვენი ვალია, რომ ჩვენ ვუპასუხოთ ამ საზოგადოებრივ დაკვეთას. ჩვენთვის ეს არჩევნები არ არის პარტიულ შედეგზე ორიენტირებული არჩევნები, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკოსი ვარ, პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას ვაწარმოებთ და ბუნებრივია, ყველა საარჩევნო ტაქტიკა იქნება მაქსიმალიზაცია იმ ხმების, რომელსაც ჩვენ მოვიმხრობთ და ადამიანების, რომლებიც ჩვენ გამოგვიცხადებენ ნდობას როგორც მთავარ ოპოზიციურ პარტიას, მაგრამ
ჩვენ ყოველთვის ვხედავთ ფართო სურათს, ფართო მიზანს და ფართო ამოცანას და ეს არის ხელისუფლების ცვლილება. ამით სიღარიბის დამარცხება, ამით უპერსპექტივობის დამარცხება, ამით ემიგრანტების საქართველოში დაბრუნება და ამით საქართველოს შეყვანა ევროკავშირში, სადაც საქართველოს განვითარება და სტაბილურობა იქნება მართლაც შეუქცევადი და გარანტირებული. კი ბატონო, კიდევ ზოგადად აი ამ პლატფორმა როგორ წარმოგიდგენიათ, თქვენ რა უნდა გააკეთოთ? აი რა გაიგეთ სალომე ზურაბიშვილის ამ მოწოდებიდან, რომელიც ჰქონდა მას პოლიტიკური ჯგუფების მიმართ და ასევე ოპოზიციის მიმართ, ნუ ერჩით ერთმანეთს და რაღაც საერთო მიზნის გარშემო კონცენტრირდით და იმუშავეთ და ასე შემდეგ. ამ გზავნილში აბსოლუტურად ვეთანხმები პრეზიდენტ ზურაბიშვილს და პრინციპში მისი ბევრი გზავნილიც მე ვფიქრობ, რომ იყო ძალიან სწორი, ძალიან მკაფიო და ძალიან გულწრფელი. აქამდე სიმართლე გითხრათ, ეს გულწრფელობა მაკლდა ხოლმე პრეზიდენტის გამოსვლებში პარლამენტში, მათ შორის, როდესაც ის პირდაპირ არ საუბრობდა ბიძინა ივანიშვილის მავნე გავლენებზე. ანუ თქვენთვის ტესტი ჩააბარა, ასე უყურებთ ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლას? მე ამ ფორმულირებას არ ავირჩევდი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ნამდვილად დავაფასე ეს მკაფიო გზავნილები, იმიტომ რომ დღეს გულწრფელობის დროა, იმიტომ რომ მკაფიო არჩევანი აქვს გასაკეთებელი საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც უნდა აირჩიოს ან ივანიშვილის კლანური მმართველობა, კორუფცია, სიღარიბე, უპერსპექტივობა, უმუშევრობა, ან აირჩიოს ნათელი ევროპული მომავალი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი პოტენციალის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში და სამუშაო საძებნელად არ მოუწევთ ადამიანებს მასიურად ქვეყნის დატოვება. მე ამაზე დღეს გამოსვლაშიც ვისაუბრებდი ანა და მართლაც ვფიქრობ, რომ ვუსმინეთ თქვენს გამოსვლას, რომელიც როდესაც მხოლოდ 1 წლის განმავლობაში 100,000 საქართველოს მოქალაქე ტოვებს ქვეყანას და მართლაც სულის შემძვრელ ისტორიებს ვისმენთ ზოგიერთის მხრიდან, თუ რა რთული გზის გავლა უწევთ მათ იმისთვის, რომ დაეხსნან სიღარიბეს და უპერსპექტივობას და უკეთესი მომავალი ეძებონ სხვა ქვეყანაში. ჩვენ გვინდა შევქმნათ უკეთესი მომავალი ჩვენს სამშობლოში, ჩვენს მშობლიურ მიწაზე და ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება. ნებისმიერი პოლიტიკოსი ამაში შეიტანს, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საერთო ეროვნული მიზნი. დავუბრუნდები ახლა ისევ იმ თემას, პირველს, რაზეც სააკაშვილის დღევანდელ გზავნილში არის მთავარი, რაც წერია. როგორ გაიგებთ თქვენი ამომრჩეველი, მაგალითად, თუ თქვენი გუნდი მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს დაასახელებს სხვებთან ერთად რაღაც საპრეზიდენტო კანდიდატად, მოკლედ იტყვიან, რომ გამარჯვების შემთხვევაში მას მხარს დაუჭერენ იმ პირობებში, როდესაც სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს არ შეიწყალებს და ყოველ შემთხვევაში ასეთი პირი უჩანს ახლა ამ ეტაპზე ამ პროცესს. ანუ ამ შეწყალების თემა იქნება ამის გამსაზღვრელი თუ არ იქნება ამის გამსაზღვრელი და როგორ გაიგებთ თქო ამას თქვენი ამომრჩეველი? დიანა, რა თქმა უნდა, ძალიან ღიად ვიტყვი და ვფიქრობ, ეს არავისთვის გასაკვირი არ იქნება არც ჩვენი ამომრჩევლისთვის და არც ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის, რომ ჩვენთვის ყველაზე პრინციპული საკითხი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მიმართებაში არის სწორედ პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლების საკითხი და ამაზეც ვისაუბრე მე დღეს. პრეზიდენტ ზურაბიშვილს აქვს ძალიან დიდი მისია, ჩემი აზრით, რომ მან გამოიყენოს მის ხელთ არსებული დისკრეციული კონსტიტუციური უფლება და ამას ხაზს ვუსვამ, იმიტომ რომ აქ არ არის არც ერთი სხვა სახელმწიფო შტოს თანამონაწილეობის აუცილებლობა და არც შესაძლებლობა. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მან პირადად და მას შეუძლია, რომ უზრუნველყოს პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლება. ეს არ იქნება ნაბიჯი, რომელსაც ის გადადგამს, შესაძლებელია პოლიტიკური სიმპათიიდან გამომდინარე, მაგრამ ეს იქნება ნართლაც ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისკენ და ამ თვალსაზრისით ნამდვილად ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამიტომ რა თქმა უნდა, მე იმედი მაქვს, რომ შეუწყალებლად ის დასახელდება თქვენ საპრეზიდენტო კანდიდატად შეწყალების გარეშე ის ამ მხარდაჭერას მოიპოვებს თქვენგან, ანუ ან თქვენ სხვა პარტიებთან ერთად ამაზე შეჯერდებით?
დიანა, მესმის რომ ეს არის პრინციპული ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. ხომ არ ფიქრობთ რომ რაღაც გიგონებ, ანუ მართლაც ძალიან ლოგიკური კითხვა დღევანდელი განცხადების შემდეგ. გეთანხმებით, ძალიან ლოგიკური და პრინციპული კითხვაა. განსაკუთრებით საკითხის პრინციპულობიდან გამომდინარე ჩვენთვის და სწორად აღნიშნეთ თქვენ ჩვენი ამომრჩევლისთვის. თუმცა მე ვფიქრობ, რომ დღეს არ არის ულტიმატუმებით საუბრის დღე და ულტიმატუმებით საუბრის დრო. დღეს გაკეთდა მნიშვნელოვანი შეთავაზება თავად პრეზიდენტი სააკაშვილის მხრიდან, რომელმაც ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივად კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის ყოველთვის მაღლა აყენებს ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესს და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ახლა მნიშვნელოვანია ამ დისკუსიის გახსნა, მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, იმიტომ რომ ამ ინიციატივას მნიშვნელობა და წონა საზოგადოების თვალში ექნება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ იქნება საერთო ოპოზიციური კონსენსუსი აღნიშნული საკითხვის ირგვლივ, მე ვფიქრობ, რომ ეს გააჩენს სწორედ იმ რწმენას ცვლილების, რომელიც ჩვენ გვჭირდება, მაშინ, როდესაც საზოგადოების დაკვეთა ნამდვილად არის ხელისუფლების ცვლილება, იმიტომ რომ ყველას ესმის, რომ ამ კორუმპირებული ხელისუფლების პირობებში, ივანიშვილის მთავრობის პირობებში შეუძლებელია საქართველოს გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, შეუძლებელია დავაბრუნოთ ქვეყნიდან წასული ემიგრანტები საქართველოში, შეუძლებელია მოვიზიდოთ მსხვილი ინვესტორები და მათი კაპიტალი ჩაიდოს საქართველოში იმისთვის, რომ შეიქმნას მაღალანაზღაურებადი ღირსეული სამუშაო ადგილები. ამისთვის აუცილებელია ცვლილება, ხოლო მე ვფიქრობ, ამ ცვლილების მნიშვნელოვან მომენტუმს ნამდვილად შექმნის საერთო ოპოზიციური კანდიდატის დასახელება ოპოზიციის მხრიდან. ამიტომ დღეს ერთმანეთს ულტიმატუმის ენით ნუ დაველაპარაკებით, ყველამ გამოთქვას მოსაზრება პრეზიდენტი სააკაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ეს კითხვა სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და პარტიებთანაც გექნებათ და იმედი მაქვს გულწრფელად, რომ ყველა გაიაზრებს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ თემაზე მაინც საერთო ოპოზიციური კონსოლიდაციის მიღწევა ქვეყნის ინტერესში. კი ბატონო, მადლობა. დავემშვიდობებით ინა ბოგუჩავას, ის ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს.